დედაქალაქის პარალიზება, მუნიციპალური სამსახურების გაფიცვა და სანქცირებული აქციების დანიშვნა. Ამ ყველაფერს თბილისელებს ოპოზიციის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე პირდება. პარტიაში პირობასდებენ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში თბილისი ასეთ რეალობაში გაიღვიძებს. თუ გავიღვიძეთ თბილისში, სადაც კუპრაძეა მერი. ამათ ხო გაედოთ ბაირამ დუდუქში. მერე გამოვა კუპრაძე და იტყვის მეორე დღეს, რომ აბა მიდი, გაფიცვების ორგანიზება, ბრძოლა, წარმოიდგინე მუნიციპალური სამსახურები ოიფიცებია. პირველივე დღეს ხომ შემიძლია მოვაწერო საზოგადოებისგან შემოსულ წერილს, რომ სანქცირებულია ყოველდღიური აქცია რუსთაველის გამზის. მე შემიძლია დავაზღვიო ჯარიმების გამოწერა. ლელო ძლიერი საქართველოს მერობისა და ვიცე-მერობის კანდიდატების დაპირებები გახარიას გუნდისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მოკავშირეებს გეგმები დაუწუნეს, თუმცა მათი ნათქვამის ახსნა მაინც სცადეს. ჩვენ არჩევნებში იმიტომ არ შესულვართ, რომ შემდეგ გავიფიცოთ, ხო? ახლა ჩვენ არჩევნებში იმიტომ მივდივართ, რომ თბილისი ამ კონკრეტულ შემთხვევაში თბილისზე გვაქვს გვაქციოთ უკეთეს ქალაქად. ლელო გახარიას გუნდის მერობის კანდიდატის გზავნილები არასერიოზულია დედაქალაქის მოქმედი მერისთვის. კახა კალაძის შეფასებით წარმოუდგენელი ადამიანი მერობისთვის იმ მიზნით იბრძოდეს, რომ ქალაქის განვითარება შეაჩეროს. წარმოუდგენელი ადამიანები იბრძოდნენ მერობისთვის და იდეა ჰქონდეთ ის, რომ მუნიციპალიტეტის მუშაობა შეაჩეროს. ამაზე დიდი აბსურდი მე არ მომისმენია. უნდა გააჩეროს ქუჩების რეაბილიტაცია, უნდა გააჩეროს გამზირების რეაბილიტაცია. შემთხვევითი არ არის ის, რომ ამ ადამიანებს არანაირი რეიტინგი არ აქვს, ამ ადამიანებს არანაირი მხარდაჭერა არ აქვს. ჩვეულებრივი მოძალადეები არიან. ძლიერი საქართველოს წევრების განცხადებების ფონზე მმართველი პარტია ოპონენტების რადიკალურ განწყობებზე საუბრობს. ხალხის ძალაში კი ამბობენ, რომ ასეთი განცხადებებით ოპოზიცია საზოგადოებას არჩევანს უმარტივებს. შედალოცვილო თუ არჩევნებში ეუბნები ხალხს, რომ ამირჩიე მე რაც საკრებულოს წევრად, გაფიცვისთვის ვინ ირჩევს, ვინმეს. ფანტაზიებშიც კი უჭირთ და როგორც ჩანს, ხა დაძინება გაგვიძებაზე აქვს საქმე, რომ გაიღვიძებენ, მერი ვინ იქნება და ასე შემდგომ. მარტივად იქნება ხა მაქსიმუმ სიზმარში ნახონ კუპრაძე მერად არჩეულები და გაიღვიძებენ და კალაძე დახვდებათ არჩეული მერი. რას გვირდება ალეკო ელისაშვილი, რომ იმ ოცნებაში, როგორც თვითონ თქვა, თუ გაიმარჯვებს კუპრაძე, მაშინ დედაქალაქი გაიფიცება, აღარ იმუშავებს მუნიციპალური სამსახურები, ანუ დედაქალაქის მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ჩვენ მუნიციპალურ ხელისუფლებას გამოვიყენებთ ქალაქში ქაოსის მოსაწყობად. როდესაც ასეთი ტიპის უკიდურესი რადიკალური განწყობები გაქვს, რა თქმა უნდა, ვერაფერს პოზიტიურ დღის წესრიგს ვერ ჩამოაყალიბე. აქეთ მხარეს ჩვენი კანდიდატი რას სიახლეებს აღარ ანონსებს, როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი და ოპონენტი ეუბნება, რომ ქალაქის პარალიზება უნდა მოვახდინო. არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები დრო რჩება. თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატები ქალაქის პარალიზებისთვის თბილისელების მხარდაჭერას ითხოვენ. კახა კალაძე კი მესამე დამაჯერებელ გამარჯვებას აანონსებს.